მოგესალმებით მეგობრებო, მთა კიდობანადან, სადაც გავატარე მთელი ჩემი ბავშვობა. აი ეს იყო მეგობრებო ბავშვობაში ჩვენი მანქანა. სამბორბლიანი მანქანა, რომელთაც რომ მთელი ჩვენი ბავშვობა ვერთობდით. ბავშვობაში ყველა ესე შევიკრიბებდით, ავიდოდით ზემოთ მეგობრებო, დავგროჭინდებოდით და ესე ჩამოვიდოდით და ეხლა რო გაგვიშვა ფეხით ტყუილად შესლა გვეზარება და მაშინ ესე ამ გოგროჭინას დავათრევდით ზემოთ ქვემოთ და ვერთობდით რა. ეს ამოვეც მეგობრებო მთა ეილაში მინდა მოგიყვეთ პატარა ისტორია ეილაზე როგორ დაარსდა ეს ეილა რა ასე ვთქვათ. რამდენი წლის ბრძანდებით? 78 წლით. 78 წლის ახალ. რამდენი წელია ცხოვრობთ ეილაში? არა ეგრე 40 წელიწადია? მაინტერესებს. თის ისტორია მაინტერესებს რა დაარსება ეილისა, რომელ საუკუნეში დაარსდა, რამდენი ხანია დაარსებულია? რამდენი წელიწადია ცხოვრობთ ის? აკათუ. და იქნება 150 წელი აქვს ცხოვრობ. კი, მე მესმის და იქიდან მოდის ხო. 40 წელი აქვს ხო. მენთეულ. ენას ხო. 40 წელია მენთეულ. ესე ლამაზად უძენ მიუხვებით, მოუხვებით ვარ ასე და. სოფლის პირობებში საქონელი, ძროხები, კამეჩები, ცხვრები. ერთმა მოგცედა. ყველზე დაჭვირთული ჩავდივარ ოჯახებში. თაში ყოფნა მოგწონს? მართლა შეყვარებული გყავს? მე შევთხე რომ შეყვარებული ხავს. არ გყავს. ბაღში დადიხარ? კარგად სწავლობ? აღა მთა მოგწონს ის კაი ლამაზი აქავრობა? ნისლიანი მთა უფრო მოგწონს თუ ნისლი რომ არ არის ისეთი? ნისლი რომ არ არის. ნისლი რომ არის, მაგის გადაღება გვინდა და ჩვენ არა. სადაა ნისლი მოგვისტრო? ახორას და ისტორიას ყვები. კიდობანაში და კიდევ პლუს ამას ზამთრიქოხში. 2000 წელში გადავხადეთ ზოტმერიობა და ამ ზოტმერიობაში 120 წლის თავი იყო თან. მართლა? ხო. და მანამდე აქ კიდობანაში ცხოვრობდნენ ხალხი. 25 წელიწად. და 25 წელიწად კიდე ცხოვრობდნენ ზამთრიქოხში. საუკუნოვანი ის არის. საუკუნეზე მეტი. საუკუნე ნახევარზე მეტი. ხო და აი მას მერე წარმოშობილი ცხოვრობთ აქ და ვართ ის. ორჯუმში ჯამე ხუმარ დიდი ჯამი. ხო. ამ მასალა არის აქედან გადატანილი ხარებით არის გადატანილი. სხვათა შორის ვიდეოში აღნიშნულია მან ერთი ვიდეო ჩაწერა ეს ორჯუმში ხოჯამ ჩაწერა ვიდეო სოფელ ზოტის მთებიდან არის გადმოტანილი. კიდობანადან არის გადატანილი ხარებით არის გადატანილი. 100 უღელი ხარი იყო შემმული და გადატანილია მე ორჯუმში. 100 უღელი ხარი. წარმოიდგინე რამდენი ყოფილა. აქედან რომ ხეს შეიღებდნენ და გათლა აღავდა და ილევოდა ხე, ილევოდა რომ ჩადიოდა ხე გათლილი იყო ფაქტიურად. ხო და 150 წელი კი არა რაც ჩვენ აქვს. შე მაგარი ნაწვალები არიან. აბა რასლაბარი ნაწვალები არიან. ია სახლი. ადრე იმით კანძავდნენ რა. ოდრის მე ხერხით. აღმათავდა ხერხით ხერხავდნენ. აგათო შოურიათ კაროშე. კი. მოსრობილი ვარ ბიჭო მორები იმ კოზლაში აგორებული და აღმათავდა ხერხი და ნახერხი მაქვს. ესე ერთობიან მეგობრებო ბავშვები მთებში. ერთგავს. დავაი შეითახლა. მიდი შემიძლია შეცა. ერამ ხელას ხარტი მაგნები ყოფილი ხარ ჯო? რამდენი წლისა ბრძანდებით? მე თუ. ხო. 56-ის. რამდენი წელია მენთევრობთ აქეთ? 28 წელიწადია. 28 წელიწადია მენთევრი ხართ. ასე შეხმათ ყვილებროა წამოსული ხართ წყვილი ასე გემრიელად და ლამაზად დავბერთ. ეწევით თის ცხოვრებას. ახლა გამოვარდე მე ტელევიზორში. ტელევიზორში გამო. ეს არის მეგობრებო კვარი. ამით ენტობა ცეცხლი. 59-ისა. რამდენი წელია ახლა თაში დადიხართ? რავი, დიდი ხანია, იქნება ერთი 20-30 წელი. ადრე სულ სხვადასხვა იყო აქ ცხოვრება მაგალითად ცხენებით და ხარებით იზრდებოდა შეშა და ყველაფერი. კი, იზრდებოდა. შეიცვალა ყველაფერი. ახლა უკვე ყველა მანქანების ტექნიკით მიდის მუშაობა. ბაბუ, ახლა შენ მითხარ ახლა რომელ წელში დაარსდა ეილა მიახლოებით როგორც შენ გახსოვს?
სოფლის 120 წელიწადს თავიდან გადვიხადეთ. მაშინ არსებობდა ხომ? კი, ისე როგორ ცხოვრობდნენ ადრე? ის მოსახლეობა. როგორ ცხოვრობ ძალიან მიწროთ. ძალიან, ესე იგი ტრანსპორტ ახლა რომ ძველები წამოაყენონ და შეხედონ ტრანსპორტი გრიალებს. ცხენებით ყველაფერი დახკონდნენ იქით-აქეთ. ბაბუ, რამდენი ოჯახი ცხოვრობს ახლა ილაში? 30-მდე არის. 30 ოჯახი ცხოვრობს ილაში, ხო? კი. კი ბატონო. ისე ისურვებით ახლა მაგალითად ტურისტებმა რომ ამოვიდნენ და დაათვალიერონ აქავრობა? რატომ არა ამოვიდნენ დიდი წეგამოვნები იყვნენ გასულტეთ მაგალითად. მიუღე კაცურად ყოფე მივართვი. ერთმა ჯანმრთელობა მოგიწევ. შედიერი ამავე ესეგან რომ ამოვიდნენ შედრეთ გავმასვისდლებ. რატომ არა რაც შემეძლება. ხო, მეგობრებო, ვისაც გეკნებათ სურვილი ამულამაზესი თების ნახვა შეგიძლიათ მოგზანდეთ ეილაში, კიდობანაში, ნამცში, ყველგან, ხო? ყველგან. ვიდა ეხა გადავინაცვლებთ ლეკნარისკენ, ნამცვისკენ ვერ გავულით უკვე დრო აღარ გრჩება. წავედით ლეკნარისკენ. მეგობრებო, გამოვედით ეხა ლეკნარში და აქ მინდა ჩავიწერო ინტერვიუ ლეკნარის დაარსების შესახებ, რა. ენორ ბატონო, რამდენი წელია დაარსებულია მაგალითად მთა ლეკნარი? ლეკნარი თლის 60-70-იან წლებიდან. კი ბატონო. 60-დან 70-იან წლებიდან. აქ ქვაბღელები იყვნენ, მერე ქვაბღელები წევიდნენ და იყვნენ ჩვენი ხალხი სამი ოჯახი. კი ბატონო. სამ ოჯახს შეემატა ნენელა და გამრავდა, ახლა 16-18 ოჯახი ვართ. გურამაბო, რამდენი წლის ბრძანდებით? 69. რამდენი წელია ცხოვრობთ ლეკნარში? ლეკნარში ცხოვრობ 30 წელი. 30 წელია? ამაინტერესებს, ისე როგორ ცხოვრობდა ადრე ხალხი აქ, როგორ შრომობდნენ, როგორ პირობები იყო მაგალითად? ბიჭო, პირობები როგორც ასეთი ახლა რომ არის, ასეთი არასდროს არ ყოფილა და მაშინ რა ფერი იყო? მანქანა არ მოდიოდა. ცხენი იყო ყველაფრის ტვირთი ცხენი და ხარი, ცხენი ხარი. კი ბატონო. და წვალობდნენ ეს და შრომობდნენ, ხო? წვალობდნენ. ერთი ოჯახი რომ ამობარგულიყო ან ჩაბარგულიყო, ალბათ ერთი 10 ცხენი ტვირთი მაინც უნდა შეეწერა. 30 წელია ცხოვრობენ, ბევრი იწვალეს, ასეთ იშრომეს და ამ შრომის შედეგად ჩვენ გადმოგცეს ახალთაობას ასეთი კარგი პირობები და ჩვენს უნდა გავუფრთხილდეთ. ახლა ჩვენ უნდა შევქმნათ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ ტურისტი რომ მოა, აქ შევქმნათ იმის პირობები, რომ ნატურალური პროდუქტი იქნება, სასტუმრო იქნება, თუ კოტეჟი იქნება, თუ ცხენი იქნება, თუ რაღაცა იქნება, უფრო მიმზიდველი და პოპულარული გავხადოთ ჩვენი თან ლეკნარი. ისე შესაძლებელია ჩვეულებრივად ცხენის მომსახურება რომ გავაკეთოთ მაგალითად ცხენები რომ რამოდენიმე ცხენი რომ ყავდეს და რომ ამოვიდნენ იქირავენ ჩვეულებრივად და მოინახულებენ ჩვენს ფრთებს. უნება არის სასწაული და ცხენით სწავლა და მეიარსება. მანქანითაც შეიძლება ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ცხენით უფრო საინტერესო იქნება. ეხა შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით მაგალითად რის გაკეთებას ისურვებით სოფელ შუქი. 21 საუკუნე აქ ახლა. ხო. აქ თითქმის ამ ჩვენ თებზე თითქმის 100 კომლი ხო ვიქნებით. ხო, ვიქნებით და სვიაზი არ გვაქვს, არ არის ტელეფონი არ იჭერს არაფერი არა. დენი არ არის. დენი არ არის. გზა მიიყვანეს ახლა დარში მაგალითად ნებისმიერი მანქანა ამოდის. აუ დარში ცოტა არის. აუცილებელია შუქი და ტელეფონი სვიაზი. ინტერნეტ კავშირები. ინტერნეტ კავშირი. ინტერნეტ კავშირები გქონდება ესე. ჩვენ არის ჩვენს გვერდზე მთა 200 ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ დეიცალა შუქი არ იყო, გზა არ იყო, კვალი არ იყო, თელგორს ეძახიან 200 ოჯახი და 10 ოჯახი აღარ მოდის. 10 და 2-აო და 2 მოემატებაო, 4 ოჯახი. ცოტა ხანში თუ არ მოხდა ეს ამბავი, ხო, ესეც დეიცლება და განადგურდება. თუ მეგობრებო გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც რომ დაასპონსორებს მთის განვითარებას შიდა ტურიზმისას, ძალიან კარგი იქნება და დარწმუნებული ვარ, უკეთესობისკენ წავა შიდა ტურიზმის ქვეყნისაც, სოფლისაც და მთებისაც რა. აბა, წარმატებები ყველას ბაბუ. წარმატებებს გისურვებთ. კარგად იყავით. წარმატებები. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და ტურისტები ამოვლე მალე. ატვე ჩაივარ. იზი რამდენი წლის ხარ? რამდენისა? 20-ისა. 5-ისა ხარ? 3-ისა. 3 წლის ხარ ბიზია? ბაღში დადიხარ? თის ხორება მოგწონს? მართლა? კი. ხმოები გიყვარს? აქ მამას ეხმარები? ვასაც. ბაბუასაც ეხმარები თუ? შეყვარებული ყავს? მართლა?
შეყვარებული ვიყავს უკვე. როდის თხოვდები? ბაბა უნდა გაგათხოვოს. ბაბუაი მიყავს შესაძაც მიყვები? იქ მიყავს ბაბუაი, ხო? ბებიაი? ბებიაიც მიყავს. მამაი და დედა სტევ. ბაბუაი მარა იცას. მარტო